ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც ტკივილს ჩუმად ატარებენ. ტყუპები იშვიათად აძლევს თავს იმის უფლებას, რომ ტკივილი ღია დაჩვენოს. მას ემოციები ინტელექტში გადაჰყავს და ხშირად იუმორით ან თემის შეცვლით ფარავს შინაგან დისკომფორტს. შეიძლება იფიქრო, რომ არაფერი აწუხებს, მაგრამ სინამდვილეში უამრავ კითხვასა და ფიქრს ატარებს გულში, მარტო როცა მყუდროება და სიჩუმე დაისადგურებს. მორიელი ტკივილს ღრმად ინახავს, როგორც საიდუმლოს, როგორც ძალის წყაროს. მისთვის სისუსტის გამოჩენა რისკის ტოლფასია, ამიტომ ტკივილს ჩუმად ატარებს, შიგნით გადაამუშავებს და ხშირად ასე ფილტრავს ადამიანებს, რომლებმაც ეს ტკივილი გამოიწვიეს. გარედან არ იცვლება, შიგნით კი მთელი ემოციური ბრძოლა მიმდინარეობს. თხის რქა უპირატესობას ანიჭებს მოქმედებას და არა ემოციურ გადმოცემას. მისი ტკივილი უხმოდ გადადის ყოველდღიურობაში, სამუშაოში, გეგმებში, პასუხისმგებლობებში. ხშირად არავინ ესმის, რამდენად მძიმე ტვირთს ატარებს, რადგან ის ამას სიჩუმით ფარავს. მერწყული ტკივილს ინტელექტუალურად გადაამუშავებს ფიქრებში და ლოგიკაში. იშვიათად აძლევს თავს იმის უფლებას, რომ ემოციურად გატყდეს. გარშემომყოფები შესაძლოა ვერც მიხვდნენ, რომ ის იტანჯება, რადგან ზედმეტად მშვიდია გარედან, მაგრამ მისი დუმილი ხშირად დარდითაა სავსე.